მოწესრიგებული კომუნიკაციები და განახლებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. გოგირდისა და მინერალური წყლის აბაზანები განახლებული უძველესი ფირუზა კიდევ რა სიახლეები ელის ბორჯომში ჩასულ დამსვენებელს ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ძალიან ლამაზი. აი ეს ლუქსია ესეთი, რაც მინახია საუკეთესო ყველაზე ესეთი ავსტრიაში, შვეიცარიაში, ოღონდ ახლები, იქ ძველები ესეთი არ არის. ძალიან მაგარი. აი ეს პირველ სურათზე ეს ბასეინის. აი ბოჭოს ჩამულენ მთელი ეს მათ შორის ევროპელების არაბული ქვეყნებიდან მდიდარი ხალხი. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა. აქ ორი ფერი იქნება. სასტუმრო, რომლისთვისაც ჯერჯერობით სახელი არ შეურჩევიათ, ყველაზე მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი იქნება, რომელიც ბორჯომში საბჭოთა პერიოდის შემდეგ აშენდა. მასში განთავსებული იქნება 85, მათ შორის ერთი საპრეზიდენტო და ერთი საპატრიარქო ნომერი. დამსვენებელთა მინერალური წყლების სპა და სარელაქსაციო მომსახურების მიღება შეეძლებათ. მშენებარე სასტუმრო დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა და როგორც მას განუმარტეს, მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. სასტუმრო კერძო ინვესტიციითაა დაფინანსებული. გაყოლებაზე იყო ბორჯომის ძალიან ლამაზი სასტუმრო და 90 წელს დაშალეს რაც ერჩუნან კაცმა არის თავის მარმაილოს კიბეებით ხა ბავშვობაში თუ დავდიოდი იქ რომ ხა შეიძლება ის არ იყო რაღაც ძალიან კომფორტული მაგრამ ძალიან მაგარი იყო რა დიდი იყო და გრანდიოზი და დაშალეს და ის დაანგრიეს დევნილების შესახებ უმეტეს სხვა სასტუმროებში გლიკანი მე ყაზახემ აიღეს და ვეღარ გააკეთეს კრიზისი დაემთხვა და პრაქტიკულად ბორჯომი დარჩა სასტუმროების გარეშე რა და ის ხალხი რომ მოდის ყველა ელოდება ამ სასტუმროს იმიტომ რომ ეს სასტუმრო მატრიალებს ყველაფერს რამდენი ნომერი იქნება 85 ეს ნიშნავს რომ ეს 85 ეხა ჩვენ ველაპარაკებით ყაზახებს რომ რაღაცნაირად მოველაპარაკოთ რომ წელს განახდეს იმის შენებლობა იმას დაჭირდება 2 წელი და პრაქტიკულად ეს ორი დიდი სასტუმრო და კიდევ ვლაპარაკობთ ორ ახალ სხვა სასტუმროზე რომელიც აქ უნდა აშენდეს პლუს ეს ამ სასტუმროს გარშემო მე ყველაფერი დანარჩენი მოებმება რა ესეთი ლამაზი და სტრატეგიული ადგილი კურორტისთვის და ბალნეოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში კი ევროპაში არის ალბათ შეიძლება ვთქვათ აი კარლოვი ვარ და ბადენ-ბადენ მეტი არც თი არ ავსტრიელები ჩამოიყვანეს სპას ისინი დააპროექტებენ და მოწყობილობებს ისინი ჩამოიტანენ ყველაფერს ასე რომ მარტო თქვენ კეროდებით ეს ხალხი ყველა ველოდებით ჩვენ ყველა ველოდებით საქართველოს და ამ სამუშაოებს იმიტომ რომ ყოველ ბორჯოს ყავდა ბევრი სტაბილური მომხმარებელი და დეზორიენტირებული თანახით რამდენი ყაზახი ჩამოდის აზერბაიჯანელი პოლონელებმა დაიწყეს ჩამოსვლა ისრაელიდან უამრავი ხალხი და რაც თორე საქართველოსთან ხო და აი პრაქტიკულად ველურ ტურიზმად იქცენ თუ რაფერი არის სადღაც წავი ეს იქნება სასწაული ადგილი ყველაზე ლამაზი დასვენებელი ადგილი საქართველოში დიდი მადლობა მადლობ თქვენ მართლა თქვენ რო არ მოგეკიდათ ამის ხელი თარა არავინ არ მოგკიდა სხვა თქვენ პირო ეხლა ნახეთ რა ამ რიგი დადგება მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ყველა აი არანაირი ბიუროკრატიული რა ბიუროკრატია ჩვენი ყველაფერი ძალიან სწრაფად და ძალიან გემრიელად ისე აი მომავალი წელი აქ იქნება უკვე საერთაშორისო ტურისტული ბუმი თქვენი სასტუმრო იქნება ეხლა რაც ხდება ბათუმში და იმაში ერთ-ერთ ხოლმე მათ შორის ეხლა საირმეში დაიწყო უკვე რამდენიმე თვითადრე არის უსავსე ცნობილი ფირუზა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ამიერკავკასიაში ირანის ელჩის მირზახანის საცხოვრებელ სახლად აშენდა თავის ძველ იერს იბრუნებს. საბჭოთა პერიოდში სანატორიუმად ქცეულ შემდეგ კი მიტოვებულ შენობას ახალ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რესტავრატორები ირანელ კოლეგებთან ერთად უტარებენ რესტავრაციას. 120 წლის შენობაში უკვე აღმოაჩინეს ირანის შაჰების უნიკალური პორტრეტებიც. სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ცნობილი ფირუზას კარით ბორჯომის სტუმრებისთვის ღია იქნება. ფასადი თავდება და გადავდივართ სამუშაოებს. აქ არის ირანის შაჰების პორტრეტები ისეთი, რომელიც თვითონ ირანში აღარ არის შემორჩენილი. თორე პირველ ხარისხოვანი ეს არასდროს არ მიგახია ეს ახლა. აქ კომუნისტებმა მე გადაღებეს და რაღაც პეიზაჟები იაფასიანი გაახატეს, ეხლა მოიხსნა და ჩანს რომ არის ირანის შაჰები. აი, კომუნისტებიც არ იყო, ხო? არა, ეს არის ეხლა ხდება. ხდება და ხდება უამრავი ირანული წარწერა. მთელი ის არის რაღაც საგანძური. ლექსად დაწერილი ხოტბა სხვადასხვა სახელები, აი ხა მიდის კვლევები და იქნება ძალიან კაი შედეგი. რამდენი ხანი დაგწინა? მესამედია რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მართლა. ძალიან ღირებულია, იმიტომ რომ მონაკოშია ესეთი სასახლე, აქ ბორჯომში და ერთი თეირანში. ანუ ეს არის მათთვის და საერთოდ მე მგონი არის საგანძური საქართველოს ერთ-ერთი თავი საგანძურია ეს რა. და ეს უნდა აღვანათქინოთ ბოლომდე და პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო. ჩემ ბავშვობაში იყო ჩამოშლილი და მე უბრალოდ შემოსახდა ხალხი და აღარ პრაქტიკულად გაუქმდა. 1 წელი და 2 წელი და აღარ უქნება. იყო სანატორიუმი, შემდგომად დაიწვა სახლები აი ამ შენობის ახლოს, მე ის მოსახლეობა 320 წელი ისინი ცხოვრობდნენ, ძალიან სულ მდგომარეობაში იყო, დღეს მისი აღდგენა მიმდინარეობს, ამას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
ბორჯომში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების პარალელურად მიხეილ სააკაშვილი ბორჯომელებს შეხვდა. მათი პრობლემებით დაინტერესდა და თავის მხრივ მოსახლეობას ხელისუფლების კურორტთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. ბორჯომი არის საქართველოს მთავარი კურორტი. უბრალოდ ამდენი წელი სულ ეკონომიკა არ გვაძლევს საშუალებას. ეხლა წყალსადენი კანალიზაცია იცვლება, ესე იგი ყველა ეს რაც როგორც სიღნაღში და სხვაგან მესტიაში კეთება, ამაზე უკეთ გავაკეთებთ მეტი ვისწავლეთ. სასტუმროები ეხლა ერთი დიდი სასტუმრო მომავალ იმედია დამთავრდება და ლიკანში ყაზახები როგორც ჩანს ვერ აგზელებენ და აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ და რაღაცნაირად მივიპოვოთ გზა რომ განახდეთ წასვლა მშენებლობა, იმიტომ რომ უამრავი ხალხი ელოდება მაგას, რომ ხალხი დასაქმდეს და გაჩნდეს შემოსავალი, რომ რაც უფრო მეტი ჩამოვა ამ სასტუმროში, მით უფრო მეტი ჩამოვა კერძო სექტორში, რაც უფრო მეტი შემოსავალი შემოვა, უფრო გაიზრდება ფასები უცხოელებისთვის განსაკუთრებით, ხო ხედავთ, პირველ უცხოელები ჩამოვიდნენ. ჩამოვიდნენ, რამდენად არიან ხო, ვიღაც აზერბაიჯანელი, ყაზახები ძალიან ბევრი ხალხია. ხო, წარმოიდგინე, ბორჯომი იცით, თელმა მსოფლიო, ყოველ შემთხვევაში ჩვენმა ნაცემმა მსოფლიოში, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, პოლონეთი. ყველა ეს ხალხი უნდა დღე-დაღამე აქ იჭდეს რა. და ზაფხულშიც და ზამთარშიც. და ხალხმა უნდა ამოისურვოს, იმიტომ რომ გაჭიროება ხელა ხო გაში. შავშან უცხოელები წელიწადის განმავლობაში რამდენიც იყო წელს უკვე იმაზე მეტია ჩამოსული უცხოელები. მეროდ მეტი იქნება აგვისტოში სექტემბერში. რა თქმა უნდა, მაგრამ წელი წლის განმავლობაში რაც იყო იმაზე მეტია უკვე. ჩვენი პატარა ბორჯომი. ეხა ეს ხუთასთან მოყვება, სულ ბოლომდე გავალამაზოთ, ამ სასტუმროს დამთავრდება. პარკში კიდე შიგით რაღაცებს ვაკეთებთ. სხვა შორის, აი ეს გოგირდის ის რო არის, ხო? აბანოები. გოგირდის აბანოები უნდა გავაკეთოთ აუცილებლად რაღაც მოვაწესრიგოთ და გზა მივიყვანოთ და ხალხი დადის ველურად. ძალიან ველურად დადის ჯერჯერობით კი, მაგრამ მაინც უნდა მოვაწესრიგოთ, რომ იქ დამატების სტიმული იყოს, რომ ხალხი ჩამოვიდეს. არის წყალი ჩამოვიდა? წყალი იყო აქ ვერასოდეს ვერ გადაწყდა და ეხა ბოლომდე მეგონი წლის ბოლოს უკვე დამთავრდება. და სუფთა მოდის. სუფთა, ცივი და კარგი გამერი. გვეშოლა ესე. ბორჯომში როგორ შეიძლება წყალი არ მოდიოდეს ონკაში? ფირუზა და მასთან ერთად ბორჯომის პარკის მიმდებარე მოედანი ბორჯომის სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპია. აქ 5 კვირაში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა მიწისზედა და საფარი აშენდა ღია კაფეები და გამონტაჟდა განათებები. ბორჯომის პარკს ახალი კარიბჭე გაუკეთა, ის იმითაა უნიკალური, რომ მთლიანად ხელითაა შექმნილი. აქ მოედანი არ არსებობდა. ეს მომიჯნავე ტერიტორია, განსაკუთრებით ეს ნაწილი საერთაშორისო ნაგავსაყრელად იყო ქცეული. იყო აგრესია ქვების ვარდნის ამთიდან, რომელიც ეხლა უზრუნველყოფილია და უსაფრთხოა. ფაქტიურად ნაგავსაყრელის ადგილას შევქმნით კაფე, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს მიიღებს, მაგრამ საერთოდ სიმბოლოდ ჩავთვალეთ აი ამ ჭიშკრის გაკეთება ბატონი ვაჟა ორბელაძის კარგი ესკიზით, ხელით დამუშავდა მთლიანად ეს კარი და აი ფაქტიურად იუველირული ნაწაშია რა ესე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომში მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, უნიკალური ბუნებითა და სამკურნალო წყლებით მდიდარ კურორტს ტურისტები არ აკლია. Das განსაკუთრებით შესამჩნევია უცხოელი ტურისტების სიმრავლე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმყოფები და ეს არაჩვეულებრივი ადგილი აღმოვაჩინე. ბორჯომი ძალიან ლამაზი და უნიკალური კურორტია. ბორჯომში გუშინ ბაკურიანიდან ჩამოვედით, პატარა მატარებლით ვიმგზავრეთ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ამ კურორტის არსებობის შესახებ ბევრი მსმენია და მისი ნახვა ძალიან მინდოდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. აქ მშენებლობა მიმდინარეობს და პოზიტიური დინამიკა იგრძნობა. ბორჯომის რეაბილიტაციის პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად სასტუმრო კომპლექსების მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან.